1000 კაცი, 42,000. ესენი, იძახიან 200-დან 300,000-მდე, მოდი ვთქვათ, რომ 150,000 მაინც იყო. უშველებელი ჯარია მაინც. და უკან აყავს ამას ეტლები, დარიოს თვითონ აგერაზის, დარიოსი, აი ესეთი ტიპია რაღაცა, დარიოსი რაღაცაზე ზის. ალექსანდრე წინ უდგა პატარა კავალერიით, თავი ჯარს უკან დგანან. ისინი რა ქვია, ფალანგები და გვერდზე რატოღაც მარცხენა მხარეს დააყენა პარმენიონი თავისი იმითი რა ქვია, ცხენოსანი ჯარით. დარიოსმა რომ დაინახა რაღაცა უშნოდ არიან განლაგებულები რა. რატომღაც აქ ცხენოსნები არიან, აქეთა ფლანგზე არავინ არ არის. თვითონ კლასიკურად აყავს გაწყობილი ჯარი, წინ დგა მთელი ჯარი, გვერდებზე აი ესენი არის ცხენოსანი ჯარი. ნუ კლასიკური რა უნდა მოხდარიყო, ხო? თო ცხენოსან ჯარს გათვლა ეგეთია რა, წამოა, ალყაში მოახსე ცხენოსანი ჯარი და მე ეს ძირითადი ჯარი ამას არ ტყავს. და ბრძოლას იგებენ. ნუ დარიოსი ეგრე ფიქრობდა ყველა შემთხვევაში. ამიტომ ინიციატივა თავის ხელში რო აიღო, ცხენოსან ჯარს უბრძანა, რომ თავს დასხმოდნენ ამ პარმენიონის ცხენოსნებს. როგორც კი ცხენოსანი ჯარი დაიძრა ამ იმეების, რა ქვია, სპარსელების, დარიოსის და დაარტყეს პარმენიონს, ეს ძირითადი არმიაც დაიძრა იმისკენ, რა ქვია, ბერძნული ჯარისკაცებისკენ. ამ დროს აი აქ არის ალექსანდრე. ალექსანდრე აქედან წამოვიდა აი ესე. ანუ